მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მე მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით. და მე მადლიერი ვარ თქვენი თითოეული SMS-ისთვის, თითოეული კომენტარისთვის, ნდობისთვის, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციებზე. მადლობა და მადლიერება თქვენ. მე კი კვლავ მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი მამაკაცის თვალით დანახული თქვენ. მოდი ვნახოთ, როგორი ქალი ხართ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის თვალში. გაშლა გავაკეთოთ სამ ვარიანტად. როგორი ქალი ხართ, როგორ გხედავთ ეს ადამიანი თქვენ. პირველი ვარიანტი იქნება მწვანე ავანტურინი. მწვანე ავანტურინის გული. მეორე ვარიანტი. როგორი ქალი ხართ ჩაფიქრებული ადამიანის თვალში. ამეთვისტო. და მესამე ვარიანტი. ჩემი საყვარელი იცით უკვე როგორ მიყვარს. ლაბრადორიტის ულამაზესი გული. ეხლა დახუჭეთ თვალები. ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. პირველი ავანტურინი მწვანე, მეორე ამეთვისტო და მესამე ლაბრადორიტი. მედია ჩანს კარგად ვარიანტები. მესამე გადავდოთ, მეორეც გადავდოთ და ვნახოთ, ვინც ჩაიფიქრეთ მწვანე ავანტურინის გული. როგორი ქალი ხართ. აქ მის თვალში ხართ საკმაოდ იდუმალი ქალი. ქალი, რომელიც მიჩვენებს, რომ გრძნობების უკმარისობის გამო ურთიერთობიდან გავიდა. თუ ეს გეცნოთ ეს სიტუაცია, ესე იგი ნამდვილად თქვენია. თუ თქვენ აი ამ ურთიერთობაში რაღაც დაგაკლდათ, რაღაც ვერ მიიღეთ ის, რაც თქვენ გჭირდებოდათ და ამის გამო გადაწყვიტეთ წასვლა ურთიერთობიდან, ეს გაშლა თქვენია, მეგობრებო. ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, რომ საკმაოდ ვითარდებით სულიერად. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ეზოთერიკაშიც კი წახვედით, ან დაინტერესდით ამ ქვეყნისთვის შეუცნობელი მეცნიერებით. ეს ეზოთერიკა იქნება ტარო თუ რეიკი თუ ნებისმიერი სხვა ეზოთერიული ცოდნა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ არ ხართ ის ქალი, რომელიც დაკმაყოფილდება ურთიერთობაში მცირედით. როგორი ქალი ხართ მის თვალში კიდევ ვნახოთ. როგორი ქალი ხართ. ქალი, რომელიც მუდმივად ვითარდება. ქალი, რომელიც შეიძლება მუშაობს გუნდთან ერთად, ქალს, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგი მოლაპარაკება ნებისმიერი საქმისთვის, შეგიძლიათ ნებისმიერი დიალოგი თუ მოლაპარაკება წარმატებით შეასრულოთ და წარმატებით გაართვათ თავი ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებულ მოლაპარაკება, საკმაოდ დიპლომატი ხართ, მაგრამ ამავე დროს ხართ რაღაცნაირად ბავშვური, მიამიტი, ქალი, რომელიც არის ძალიან ხალისიანი,
ხალასი და ქალი, რომელიც ისწრაფის სიახლეებისაკენ. აქ არის ქალი ინოვატორი, რომელიც მუდმივად მისწრაფის სიახლეებისკენ. ქალი, რომელსაც სურს სილაღე და ბედნიერება. როგორი ქალი ხართ? კიდევ დავამატებ ერთ არკანს ამ ადამიანის წარმოდგენაში, როგორი ქალი ხართ? რასთან დაკავშირებით? თქვენ მეგობრებო, ისეთი ქალი ხართ, რომელიც ელოდებით ურთიერთობაში სტაბილურობას. თქვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობაში სტაბილურობა. და თუ თქვენ წახვედით აი ამ ურთიერთობიდან სწორედ იმიტომ, რომ დაიღალეთ იმის ლოდინით, როდის დასტაბილურდებოდა ურთიერთობა თქვენი, ან როდის გადავიდოდა ახალ ეტაპზე, სადაც გექნებოდათ სტაბილური ურთიერთობა ამ ადამიანთან, შეიძლება დაკანონებული ურთიერთობა და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მოსწყინდა, დაიღალა ლოდინით და დაიღალა ბედნიერების მოლოდინში ეს ქალი და შეიძლება სწორედ ამას ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენ ამიტომ წახვედით აი ამ ურთიერთობიდან, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ურთიერთობაში სჭირდება სტაბილურობა. დიახ, სტაბილურობა და ამოვიდა იმპერატორის, სტაბილური მეუღლე, საყრდენი ადამიანი. თქვენ ხართ ქალი მისი წარმოდგენაში, რომელსაც სჭირდება ადამიანი გვერდით, რომელსაც დაეყრდნობა, რომლის მხარსაც დაეყრდნობა, რომლის სიძლიერეც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ გჭირდებათ მამაკაცი გვერდით, რომელიც იქნება თქვენი გვერდში მდგომი ჭირში თუ ლხინში და იქნება თქვენთვის ფარი, ასე ვთქვათ. ეს გახლდათ პირველი ვარიანტი. მადლობა პირველებო. მე თქვენ დაგელოდებით, როგორც ყოველთვის. დაგელოდებით კომენტარებში, იცით, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი უკუკავშირი, ეს უკუკავშირი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბალანსში ვიყოთ სამყაროსთან, ერთმანეთთან და კიდევ ერთხელ გთხოვთ, გააქტიუროთ სარისხი ლაკი და გამოიწეროთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და პირველობო, მადლობა, რომ იყავით ჩემთან, გელით კომენტარებში. მეორეებო, მოგესალმებით, ამეთვის თუ ვინც ავირჩიეთ. აქ ეს ადამიანი გხედავთ ქალბატონად, რომელსაც უჭირს არჩევანის გაკეთება. დაბნეული ხართ. შეიძლება თქვენს ფანტაზიებში ხართ და აი იქ აგებთ ოცნების კოშკებს, ან რამოდენიმე ვარიანტი გაქვთ და არჩევანს ვერ აკეთებთ. არ ვიცი, ეს არჩევანი რას ეხება? სიყვარულს მეგობრებო, ეს ადამიანი ფიქრობს მეგობრებო, რომ თქვენ გაქვთ არჩევანი ურთიერთობაში და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ არჩევანს ვერ აკეთებთ ძველ ურთიერთობასა და ახალ ურთიერთობას შორის. თქვენ ვერ გაგიკეთებიათ არჩევანი, დარჩეთ ძველ ურთიერთობაში თუ ახალში წახვიდეთ. ეს ადამიანი ასე ფიქრობს მეგობრებო, ამას მე არ ვამბობ, მე გიშღერებთ ამ ადამიანის ფიქრებს. როგორ გხედავთ ეს ადამიანი თქვენ?
როგორი ქალი ხართ მის თვალში? მის თვალში ხართ საკმაოდ ინტელექტუალი, ხმლების დედოფალი, რომელიც გულით კი არა, გონებით წყვეტავს ნებისმიერ საკითხს, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება წარსულში, შეიძლება აქვს დიდი ტკივილიც გადატანილი და სწორედ აი ამ ტკივილის ფონზე ეს ადამიანი გაძლიერდა და სწორედ აი ამ ტკივილის შედეგად ეს ადამიანი უკვე თავის გულს კი აღარ უსმენს, არამედ გონებას. ეს ადამიანი გხედავთ გონება מחვილ, სიტყვა מחვილ, საკმაოდ ამავე დროს სამართლიან ადამიანად, რომელიც ნებისმიერ მომენტში დაიცავს თავის სიმართლეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს. და ეს ადამიანი ფიქრობს, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელიც მზად არის შეებრძოლოს ყველაფერს, რათა მიიღოს ის, რაც თავად სურს. ნებისმიერ ბარიერს გადალახავთ, თუ თქვენ ამას ჩაიფიქრებთ. საკმაოდ თვითკმარი ქალბატონი ხართ, რომელიც ეგოისტურად ამ ადამიანის გადმოსახედიდან, ეგოისტურად საკუთარ თავზე და ბედნიერებაზე ფიქრობს და მე თქვენ შეგაქებთ ნამდვილად, რომ ეს ასეც უნდა იყოს, თუ თქვენ არ ხართ ბედნიერი, გეტყვით, რომ თქვენს გარშემო ვერც ოჯახის წევრები, ვერც შვილები, ვერც მეგობრები ვერ იგრძნობენ თავს ჰარმონიულად და ბედნიერად. ამიტომ ძალიან სწორი პოზიცია გიკავიათ და მენახეთ, ვინ ხართ ასეთი ჭკვიანი ქალბატონები, დიახ, საკუთარ ბედნიერებაზე სრუნვით თქვენ გარშემო მყოფების გაბედნიერებასაც შეძლებთ. როგორი ქალი ხართ მის თვალში? ამავე დროს ძალიან რისკიანი ქალბატონი ხართ. მიილტვით სინათლისკენ, მიილტვით წარმატებისკენ. იცით, რომ შეიძლება აი ამ რისკმა ფერფლად გაქციოთ, მაგრამ თქვენ მაინც რისკავთ იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი და მართლა აღფრთოვანებული ვარ მე თქვენით, როგორი ქალი ხართ. ყველაფრის ანალიზს აკეთებთ მეგობრებო, ყველაფრის ანალიზს აკეთებთ, როგორც წეღან გითხარით, საკმაოდ დიდი ტკივილის შემდეგ თქვენ გაიარეთ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც ახლა სწორედ გაანალიზების პროცესში ხართ, ძალებს იკრებთ, ანალიზებთ აი ამ განვლილ პერიოდს და სწორედ აი იქიდან გამოგაქვთ თქვენ დასკვნები. როგორი ქალი ხართ? სამართლიანი ქალი ხართ მეგობრებო. ამ ადამიანს შეიძლება ამ ადამიანმა ეს არ გაგიჟღეროთ, მაგრამ ის ფიქრობს, რომ თქვენ ნამდვილად სამართლიანი ქალბატონი ბრძანდებით. ძალიან მინდა დაგინახოთ და გამეცნოთ კომენტარებში გელით, საოცარი ქალბატონები ხართ მეორეებო. და ველიმე თქვენს კომენტარებს და მოდი ვნახოთ. ლაბრადორიტი, ვინც ავირჩიეთ, მესამეებო, მოგესალმებით. როგორი ქალი ხართ? როგორი ქალი ხართ ამ ადამიანის თვალში თქვენ? როგორ ქალბატონად აღგიქვათ? ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ მართავთ თქვენს ცხოვრებას და შეიძლება ითქვას გარშემო მყოფების ბედსაც. თქვენ ხართ ქალბატონი, რომელიც მიუხედავად დეპრესიის, მიუხედავად სევდიანი განწყობის, მაინც გამოდიხართ აი ამ სიტუაციიდან და თქვენ იღებთ თქვენი ბედის სადავეებს ხელში. თქვენ ხართ ქალი ამ ადამიანის აზრით, თქვენ ხართ ქალბატონი ისეთი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი დედამიწაზე. და ფიქრობ,
ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენ გარე ძალებიც კი გეხმარებიან აი ამ თქვენი სურვილების ასრულებაში და თქვენ მიღწევებში უფალი სამყაროც გეხმარებათ. ეს ადამიანს რაღაც ზებუნებრივი ძალების მქონე ქალბატონად მიაჩნიხართ. როგორი ქალი ხართ მის თვალში? ვარსკვლავი, ქალი, რომელიცაც ვერ წვდება, შორიდან უყურებს, ქალი, რომლის სიშორეც და თვალის მომჭრელობაც აგიჟებს, ქალი, რომელიც თავის სოციუმში ან ზოგადად ცნობილია, გამორჩეულია თავისი სიკაშკაშით, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ხართ ცოტა ცივიც. ამ ადამიანს უჭირს და შეუძლებლადაც კი მიაჩნია თქვენთან მიახლოვება. როგორი ქალი ხართ? როგორც გითხარით, აი ზებუნებრივი ძალების მქონე ქალი ხართ ამ ადამიანის თვალში. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კრიზისიდან როგორც საკუთარი თავი გამოიყვანოთ, ასევე გარშემომყოფები. შეიძლება თქვენ ამ ადამიანს ოდესღაც დაეხმარეთ იმაში, რომ გარდაქმნილიყო, შეცვლილიყო, ძალიან ცუდი სიტუაციიდან იხსენით. შეიძლება ერთი სიტყვით და მოქმედებაც კი არ დაგჭირდათ ამისთვის. თუნდაც იმისთვის, რომ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში გამოჩნდით, თქვენ ეს ადამიანი რაღაც არასასიამოვნო სიტუაციიდან იხსენით თქვენი ზებუნებრივობით. რაღაც იდუმალი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ ამ ადამიანში. ხანდახან გონია ამ ადამიანს, რომ ძალიან ბევრი საიდუმლო გაქვთ, რასაც უმალავთ მას. როგორი ქალი ხართ მის თვალში? ამავე დროს კვერთხების დედოფალი, ტრანსფორმატორი, მეგობრებო, თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. ყველაფერი თავის ნებისმიერი დაბრკოლება აქციოს თავის წარმატებად. თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია მართოს ადამიანები, მართოს კოლექტივი, ჯგუფი, სამსახურში თანამშრომლები, ნებისმიერი საქმე, თუნდაც სხვების დახმარებით, ოღონდ იქ ეს ადამიანი ლიდერია, ანუ თქვენ ლიდერი ხართ, რომელსაც თავისი ლიდერობით შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. და თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა და ყველაფერი შეცვალოს ამ ქვეყანაზე. შეგიძლიათ დაანგრიოთ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი და შეგიძლიათ უცებ აი ამ ნანგრევებიდან ააშენოთ უზარმაზარი კოშკები, ბედნიერების კოშკები. როგორი ქალი ხართ მის თვალში? კიდევ ერთი არკანით. თქვენ ხართ ქალი, რომელიც თავის სივრცეს მუდმივად ასუფთავებს. შეიძლება იშორებთ, მეგობრებო, თქვენთვის ნეგატიურ ადამიანებს თქვენი ცხოვრებიდან და დაგეთანხმებით და სწორადაც იქცევით. თქვენ ხართ ქალი, რომლის გარშემოც ენერგეტიკული სისუფთავე უნდა იყოს. ყველას და ყველაფერს იშორებთ, რაც უკან გხევთ, რაც ენერგეტიკას გიბინძურებთ და თქვენს წარმატებას უკან სწევს. თქვენ ყველაფერს იშორებთ, რაც ცუდია და მუდმივად ხართ მზად სიახლეებისთვის და წინსვლისთვის. როგორი ქალი ხართ? ამავე დროს ძალიან მოსიყვარულე, ძალიან აი თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ
მოდის ახლა ისეთი ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ ძალიან დიდხანს ელოდოთ ბედნიერებას, თქვენ შეგიძლიათ არ დაიღალოთ ბედნიერების ლოდინით და თქვენ შეგიძლიათ თქვენი აი ამდენი დადებითი თვისებებით ნებისმიერი მამაკაცი გააბედნიეროთ. თქვენ ხართ მის თვალში ის ქალი, რომელსაც შეუძლია ყველა ნებისმიერი მამაკაცი გააბედნიეროს. ნებისმიერი მამაკაცისთვის თქვენ ხართ სასურველი და მაგიური ქალი. მე მესამეებო მაინტერესებს თქვენც საოცრად ქარიზმატული და იდუმალი ქალბატონები ხართ და ვინ ხართ გამომეხმაურეთ. მე დაგელოდებით კომენტარებში და კიდევ ერთხელ გეტყვით მადლობას იმისთვის, რომ ხართ ჩემთან და მომწერეთ, რაზე გსურთ შემდეგი ვიდეოები გავაკეთოთ. მე დიდი სიყვარულით და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.